განწყობა საკო თქვენ მითხარი. ამაღლებული მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალია. უცხო მიწაზე. ქართული. უდიდესი განწყობა. ეს იდეა, რომ გამეკეთებინა თეატრალური საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ათენში, ეს იყო ჩვენი ჟიურის თავმჯდომარის ბატონ მურად ვაშაკიძის იდეა. მან მითხრა, რატომაც არა, შენ გაქვს ამისი შესაძლებლობა, ძალა იმისა, რომ შეეძლო და გააკეთო ეს ფესტივალი ათენში და გაუწიო პოპულარიზაცია ქართულ თეატრს. ჩვენი მიზანიც ერთ-ერთი ჩვენი მიზანიც არის სწორედ ეს, რომ ქართულ თეატრს გაუკეთო მეპოპულარიზაცია უცხო მიწაზე. დავამეგობრო უცხო თეატრალური დასები ერთმანეთს და რა თქმა უნდა გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. ჩვენ სულ მოუთქვალად ველოდებით. როდის მოვა ფესტივალის დღეები და თვე. იმიტომ რომ ჩვენთვის დიდი სიხარულია. ეს დღეები ჩვენი ზეიმის დღეა, ჩვენი ერთად ყოფნის დღეა. ჩვენი საპატიო ჟიურის წევრები. სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ბატონი მურად ვაშაკიძე სპეციალურად საქართველოს ჩამოგზავნა ჩვენთვის ფესტივალისთვის. აგრეთვე სპეციალურად დღევანდელი დღისთვის მოწვეული სტუმარი გახლავთ საქართველოდან სიღნაღის მუნიციპალური თეატრისა და შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის მსახიობი ქალბატონი ნანა ბუკია. ათენში მოღვაწე, მუსიკოსი, პიანისტი, ქალბატონი მაია ჯიმშიტაშვილი. ქართულ ბერძნულ ასოციაციასთან არსებული ქართულ ხალხური ცეკვების ანსამბლ ივერიელების ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი შმაგი ჯიმშერაშვილი. მწერალი, პოეტი, სცენარისტი და მსახიობი მოყვარული მსახიობი ქალბატონი ანა კელაპტრიშვილი. რაც შეეხება საბავშვო თეატრებს, ამისი დანიშნულება უფრო დიდია ვიდრე პროფესიული თეატრების ფესტივალი, იმიტომ რომ თუ ბავშვი არ დავაინტერესეთ, ხვალ დარჩებით მსახიობის გარეშე და რეჟისორის გარეშე. საქართველო არის თეატრალური ქვეყანა. ვერ ვიტყვით, რომ რაღაც გვიჭირს, მაგრამ აი სკოლაში რომ ბავშვი სწავლობს ხუთიანზე, არაფერს არ ნიშნავს. ის მას ვერ დაეხმარება თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებაში და ის რომ გამოვიდეს პროფესიონალი მსახიობი, ქართულ სწავლობს ხუთზე თუ მან უნდა იცოდეს ის წესჩვეულება, რაც თეატრისთვის, რაც მსახიობისთვის, მომავალი მსახიობისთვის, მომავალი რეჟისორისთვის არის საჭირო და აი ეს ფესტივალები და თეატრალურ წრეებში ბავშვთა ყოფნა უზარმაზარ საშუალებას აძლევს ახალგაზრდას, რომ გაერკვას ამ პროფესიაში და მივიდეს თეატრალურ უნივერსიტეტს არ და ქვია, მაგრამ მე მაინც თეატრალურ ინსტიტუტს ვიხმარ, ამ ინსტიტუტში რომ ჩააბაროს მისაღები გამოცდილი. ამ ხელა საქმეს, რასაც აკეთებს ქალბატონი თაკო სამხარაძე, მე ამას გმირობას დავარქმევდი. ძალიან მოხარული ვარ, ძალიან აღფრთოვანებით ველოდები
განსაკუთრებით რა ვქნა, მინდა აღნიშნოთ ჩემი საქართველოდან წეღანაც გაუსვი ხაზი, რომ აი ძალიან მიყვარს და გვიყვარს ჩვენი სამშობლო და აი მენატრება. მოლოდინები ძალიან დიდია, იმიტომ რომ ბევრი თეატრალური დასია ჩამოსული დღეს. სამდღიანია ეს ფესტივალი, დღეს ხვალზე და ვიმედოვნებ, რომ ძალიან ლამაზი და საინტერესო დღე გველის წინ. ძალიან ბევრი ჯგუფია ჩამოსული საქართველოდან, შვეიცარიიდან, იტალიიდან, ძირითადად ქართველებთან. მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგ საქმეს ემსახურება, რამდენადაც ემიგრაციაში ქართველებს სჭირდებათ სულიერი საზრდო და მე თუ მკითხავთ, ბავშვი რომელიც აქ დაბადებული, აქ გაზრდილია, იმას ორმაგად და სამაგად სჭირდება ქართული სული და ამ ხრივ ეს ფესტივალი ძალიან ამ კარგ საქმეს ემსახურება. ეს არის უკვე ტრადიციულად ქცეული, რიგით მესამე, მაგრამ როგორც თეატრალური, მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ათენში, საემიგრაციო თეატრის, რომელიც თქვენს მაყურებლებს ალბათ ეცოდინებათ, რომ მსგავსი და ანალოგი ამ ფესტივალს არ აქვს. პირველი თეატრალური დასი, რომელიც ჩვენ ფესტივალს გახსნის, გახლავთ პატარა კომედიანტები, რომლებიც სულ რაღაც 2 თვის შექმნილი დასია. ამ პატარებმა დღეს უნდა წარმოადგინონ სპექტაკლი ყველა სასწაულზე დიდი სასწაული. ხელმძღვანელი გახლავთ ფიქრია კუჯუხიძე. მაშასე შევიგებოთ დებიუტანტ პატარა კომედიანტებს. დღეს ვესწუმეთ ქალაქ ათენს, სადაც მიმდინარეობს დიონისე 2025 საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ ქალბატონი თაკო სამხარაძე. ჩამოსულები ვართ სპექტაკლით ყველა სასწაულზე დიდი სასწაული, რომლის ავტორიც და დამდგმელი რეჟისორიც გახლავთ ყველასათვის ძვირფასი და ცნობილი ადამიანი ბატონი ავთო ვასიმაშვილი და ვისარგებლებ ამ წუთით ეხლა და მას უდიდეს მადლობას მოუხდი, რომ სრულიად არაპროფესიონალ ადამიანს მომანდო ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯი და საშუალება მომცა, რომ ჩემი ცხოვრების ოცნება დღეს აქ ამეხდინა ელადის ცის ქვეშ. პატარა კომედიანტები სულ 2 თვე არის, რაც ჩამოყალიბდა და
და ძალიან გთხოვთ რომ არ ვიყოთ მკაცრი შემფასებლები, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და თქვენ მაყურებელს იტალიის ქალაქ ბარიდან საქართველოს თავისუფალ თეატრთან არსებული საბავშვო საყმაწვილო თეატრი პატარა კომედიანტები გპირდებით ძალიან ბევრ სიახლეებს უსურვებ წარმატებას ფესტივალს თითოეულ მონაწილებს უღმესი მადლობა მივღებ ქვეყანას და ორგანიზატორებს და წარმატებებს უსურვებ თეატრალურ სამყაროს. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედნენ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეკლესია ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანამაგებდი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევეთ თანამდებქანაც ჩვენთან. ბედნიერი ვარ და გახარებული იმით, რომ ამ ფესტივალზე მოვხდი. ჩვენი პირველი გასტროლია უცხოეთში, სპექტაკლებით, თორე სხვა დროს მართლმაყოფი და ძალიან მინდოდა კიდე საქმე მოხდეიყავ და მოვხდი კიდეც. მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალს. წარმატებები უსურვო.
თეატრი შეგვაყვარა, სიხარულით დავალთ, ასე დიონისეს დირექტორი ჩვენი თაკო სამხარაძე. პირველ რიგში უდიდესი ბედნიერება არის, რომ ათენში არსებობს ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც ქვია დიონისე და რომლის ხელმძღვანელიც არის თაკო სამხარაძე. ორგანიზაცია, რომელიც გვილამაზებს და გვიფერადებს ჩვენს ემიგრანტულ ცხოვრებას. მოსადოს კულტურის ცენტრში დღეს ხალხმრავლობა შეინიშნება, მესამე წელია უკვე რაც იმართება ფესტივალი. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ჩვენთვის, ემიგრანტებისთვის. მე როგორც დიონისეს მსახიობისთვის მინდა ვთქვა, თაკო სამხარაძე გადაჭარბებული არ იქნება და ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებს. იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს საარსებო დღეები მე დავარქვა შეიძლება ამ დღეებს. ძალიან გახარებული ვართ ყველანი და სიამაყის გრძნობით ახსილი, რადგან ემიგრაციის მუქფერებს ნამდვილად გვიფერადებს ასეთი კულტურული ღონისძიებები. ასევე ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი არის აქ ემიგრაციაში დაბადებული ჩვენი პატარა ფესვები, რომლებიც ქართულ საქმეს აკეთებენ და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს თაკო სამხარაძე მთელი პროფესიონალიზმით, რუდუნებით და უდიდესი სიყვარული საქმისათვის. ეს ჩემი ბატონი გამაგიოს კაცო. თემს ქონება დუქნებში და რესტორნებში ხარ. რატო ბატონო რა? დაჭირებული ცოტა? არა ბატონო არა. ეგრე ვერაფერი ვერ გამოვა. ახლა ცოლის მოყარება ჩემო. ცოლი მინდა. მე ვიყვანო ჩემო ბატონო. ვიგიშის მე. მაგრამ ნეც იქნება მეც მინდა ცოლი. აი ახლა კი თქვენი ქორწილი უნდა ჩამოყნაჭა. Kali shakto knyaz, Kali shakto, Tanatimis tana romartimis uzgasini, Poetis memis azaraktate. Zia shekirum solsita. Shemi dasturi algia, Sakme gavarigebine. Kali gadavie, Haran zitvem salagebeta. Akla atkazi, Vershen katmetki geublebi. Mtas Evropas shevzra. Masheni medim konyo hanu. თუ არა და ეხლა მე მითხარი. მე ხუმრე მიკოტეჯან 30 წელია აი ამ საქმეს ამემსახურებ. ახლა ბიძა შენი მოვა ჩემს გასასინჯერ და ჩემს მაგიბრად ხანუმა ეჩვენება. ხანუმა? I'm here for the second time on this amazing festival, and that's a pleasure and honor for me to participate in the motherland of the theater in the festival in Greece. Me as a theater director, of course, I studied lots of culture, Greek literature, and I know everything about that. And it's a great pleasure and honor to be welcome here for the second time and to perform our performance here and to have such a great audience and great feedbacks. Yeah, that's really great. If I bring her a red rose, she will dance with me till dawn. If I bring her a red rose, I shall hold her in my arms. She will lean her head upon my shoulder, and her hands will be clasped in mine. My roses are yellow as the hair of the mermaid who sits upon an amber throne. I'm afraid
my guest. And besides, the Chamberlain's nephew sent me the real jewels. I'll be there as soon as I can, but I'm busy mending broken pieces of the life I had ფესტივალი ძალიან საინტერესოა. კარგია რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან და ეს ქართული სათვის ტომოები ესე ერთიანდებიან შემოქმედებითად ფესტივალის ფარგლებში და აი ხდება რაღაცა ეს ურთიერთობები, გაცნობა, გაცვლა და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა მე მგონი ესეთ ფესტივალები, რაც უფრო მეტი იქნება, რაც უფრო მეტი სათვის ტომოები შემოერთდებიან, მე მგონი უკეთესი იქნება. წარმოვადგინეთ პოლონელი დრამატურგის პიესა, ეს არის ქრივები, ფესტივალს უსურვებ, რა თქმა უნდა, უფრო გაფართოებას, უფრო მეტ წარმატებულ სპექტაკლებს და რაც შეიძლება მეტ გამოხმაურებას, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და დაესწროს ამ ფესტივალს. ეს არის მესამე უკვე საერთაშორისო ფესტივალი. პირველი
ნუ ძალიან კარგი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით იყო და ეს იყო სტიმული იმისი რომ ყოველ წელიწადში ერთხელ გაგვეკეთებინა შემდეგ ეს ფესტივალები და ქონდა შარშანწელი აგერ წელს ფესტივალი ამეგობრებს, აერთიანებს, გვაცნობს ერთმანეთს, სხვადასხვა ქვეყნის დასებს, სოფიოსში მოფანტულ ქართველებს და პლუს კიდევ არაქართველებს. ყველა ღებულობს მონაწილეობას, ეს ძალიან კარგია. ძალიან კარგი დღეები გვაქვს ნამდვილად. კეთო მე ქორი ვარ. კეთო ფრთხილად ქორი. ქორი როგორ უნდა გავაგდო? ჩემი წიცილა ჩემთან. დედიკა, თავა წიცილა გაიღო. გუდი გორდეგი ფურავ სამბარავა საიგებარო. შეჩემისა გადიოდა. მეშეთისა მიგიაო. ჰეკა სად არის? ზურა! ზურა! სად არის კეთო? ლეკები. აქაურობა იყო ლეპტათარიში. დევარი ჩქარა. მისია საკითხავ. ეს სიმართლებით ხარი თორემ ხავს ვერაძრობ და ჩოცხალი ვერ გადამირჩება. აი, გზაში ვიპოვეთ. გზაში ვიპოვეთ. თავდეკით და წამოვიყვანეთ. იქ ხომ არ დავტოვებდით, არა, შენ ხომ ბავშვია. კიდევ დაგიქცეთ მაშინ ჯამის. არც ჩოცხალი და არც გვარი. აქ არასოდეს გამოჩნდეთ. ხომ დაიმახსოვრეთ რაც გითხარი. რა თქმა უნდა, დიდებულონები, როგორ თქვენ ბრძანეთ? ნახვალ ის. მოდი დაიბადე, ეგრე რომოს გოგონა. ალა ხო გამოგვიცა ნალაღისა ჩქარი. მე დედიკო მისდა. აი შენი დედიკო. ეს არის ჩემი დედიკო, ჩემი დედიკო მისდა. ერთი დაიმახსოვრ. სულსუბედურებაზე ახორციელებული ბედნიერება არავის შერჩენილი. არც ნაიდია გამონაკიც. ამათ არაკაცობას გზაკრობითვე თუ არ უპასუხო, არაფერი გამო. იქნება მათი მოტაცებული წელი, ჩემი, მაგრამ რას გაიგო? ჩემი კეთო, ჩემი უნდა იყოს. შვილის დაბრუნება იმაზე დიდი ცოდვა არაც მათ ჩაიგდო. წიწილას აუსწავლიჭეს ჩვენ სისხლი დახოც. სხვას ეძახის დედას. ჩვენი არა უნდა. ჩამოხმო. დადუნა. შვილი გავწიო. ჩვენი ნანას კეთილი წინა. შენი მოსვენების წინა. იამახშო აკულითა. ჰედა! ჰეთო! შეა! მე ბედნიერი ვარ, რომ 2021 წელს ჩაეყარა ამ ფესტივალს საფუძველი და აქვე მინდა აღვნიშნო, არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომელმაც მათ მხარი დამიჭირეს და მათი შესაძლებლობის შემდეგ უკვე ჩავატარე ეს ფესტივალი და აი ამის შემდეგ უკვე 2021 წლის შემდეგ მე პირობა მივეცი მაყურებელს, რომ ყოველწლიურად ვერ შევძლებდი, მაგრამ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ აუცილებლად ისევ ჩავატარებდი ათენში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს. ჯერჯერობით ამ პირობას მე ვასრულებ. მესამე წელია რაც ფესტივალია, ყველა ფესტივალს ფესვრები დაწყებას დასკვნით ფესტივალებს ძალიან შესანიშნავად არიან მომზადებულები, ყველანი ძალიან კმაყოფილები არიან და წარმატებები მინდა უსურვო და ყველაფერი წინსვლა ბავშვებსაც, ხელმძღვანელებსაც და რა ვიცი, ყველას. ამ ხელა
ნახუნია. იქნებ მოგვახსენო რასაპირე? ველსახმელი გამოიყვანს ენა. მილად გოვალი გაგიგია? გაუბრუნე გასახვდები. კურას, კორსთან გევს. ხცოვანი მონაწილეები ვართ. ანუ მე თუ არ ვწდები პირველივე ფესტივალზე ვიყავით. მივიღეთ მონაწილეობა. ყოველთვის ველოდებით ხოლმე, იცით, ძალიან გვიყვარს აქ ჩამოსვლა, იმიტომ რომ ჯერ ისე თვითონ თაკოს ვცემ ძალიან დიდ პატივს, არაჩვეულებრივი კოლექტივი ყავს. ვფიქრობ, რომ ძალიან დროული იყო და უზომოდ საჭირო იყო. ვისურვებდი, რომ უფრო ფართო იყოს დაუშვათ ფესტივალი, იმიტომ რომ ბევრი არიან ძალიან თეატრალური კოლექტივები. წარმატებას უსურვებ ფესტივალს, უსურვებ რომ გაიზარდოს საზღვრები ფესტივალის, რაც შეიძლება მეტმა კოლექტივებმა გაიცნონ და რაც შეიძლება მეტი ჩამოვიდეს მონაწილეობის მისაღებად. საერთაშორისო თეატრალური მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა. მინდა უმრავლესი მადლობა გადაუხადო ფესტივალში მონაწილე ყველა თეატრალურ დასს და მის ხელმძღვანელებს ფესტივალში მონაწილეობისათვის, აგრეთვე ჩვენ ჟიურის წევრებს, საპატიო ჟიურის წევრებს, რომლებიც სპეციალურად საქართველოდან ჩამოგზავნენ ჩვენთვის ფესტივალისთვის. მინდა მადლობა გადაუხადო დახმარებისთვის დიონისეს დასის მსახიობებს, ირაკლი გოგავა, გიორგი ზივზივაძეს, ნატალია გოგუაძეს, ნიკა ბრევაძეს, მარკიდეშეს, ელკო ფრეიძეს, მაგდა მურმაძეს, მაია ჯეჯანიძეს და აგრეთვე მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მშობლებს, მაიკო კილაძეს და მარი კოხოძეს დახმარებისთვის. მადლობა თქვენ.
აგრეთვე მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენი ფესტივალის წამყვანებს, ბატონ გოჩა ხოსროშვილს და ბარბარე ხიდეშევს. დიდი ღია დღეს ქართული თეატრს. და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, თქვენ გამონახეთ, რომ თან მოიცა ეს ქართული თეატრის ზეიმისა. ყველაზე დიდი მადლობა მთელი ქართული საზოგადოების და მთელი ქართული თეატრის სახელით მე მინდა გადავუხადო ბატონ გივიტრის და მინდა გადავუხადო ბატონ თარგადრო გამოვალინოთ გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ქორეოგრაფია. ჯილდოს გადასცემს ჟიურის საპატიო წევრი ბატონი შვაგი ჩიმჩერაშვილი. საუკეთესო ქორეოგრაფია გახლავთ სპექტაკლი ქურივები მარიამ გლოჩი. ახლა ჟიურის საპატიო წევრი ქალბატონი მაია ჩიმშიტაშვილი დააჯილდოვეს ფესტივალის გამარჯვებულებს ნომინაციებში. საუკეთესო მხატვრული გაფორმება და საუკეთესო მუსიკალური გაფორმება. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება შვეიცარიიდან მუსიკალური დასი ბელოე და მისი ხელმძღვანელი მარია რატოგონარიო. ნომინაციაში საუკეთესო სცენარი ფესტივალის გამარჯვებულ ჯილდოს გადასცემს ჩვენი ჟიურის საპატიო წევრი ქალბატონი ალან კელაპტრიშვილი პაპაკანელუ. ერთხელ მინდა გავაჯილდოვო საუკეთესო ინსცენირებისათვის ბატონი მიშა რატიანი. სცენაზე ვუხმობთ ჟიურის საპატიო წევრს, სპეციალურად მოწვეულ სტუმარს საქართველოდან, ქალბატონ ნანა ბუკიას, რომელიც გადასცემს ჯილდოებს გამარჯვებულებს საუკეთესო პირველხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისათვის და აგრეთვე საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისათვის. ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის პრიზი გადაეცემა ნატალია ბობუაძეს. მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისათვის პრიზი გადაეცემა ელენე მარკოიანი ჭინჭრაკა. ათას როლის შესრულებისათვის. თამარ სამხარაძე თაკო ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ათენში. გააცოცხლა ქართული თეატრი და ახალი სულიშთაბერა თეატრის სამშობლოში, ასე ვთქვათ. ნამდვილად და მართლა დასაფასებელია მისი მოღვაწეობა. 10 წელი კი არა, ალბათ საერთოდ მუდმივად უნდა იყოს ეს ორგანიზაცია და ყოველთვის უნდა აკეთებდეს იმ საქმეს, რასაც ახლა აკეთებს. მინდა მოვიწვიოს სცენაზე ქალბატონი ნანა ბუკია, რომელიც გადასცემს ნომინაციებს პირველხარისხოვანი ბიჭის როლის შესრულებისთვის და მეორეხარისხოვანი ბიჭის როლის შესრულებისთვის. ხო, ქალბატონო. დავით გოგოლაძე საბა კაძავაძე ზარა იტალია
ეხლა პატივი და წილა ჯიურის სიმპათიის პრიზი გადავცე მე. ეს გახლავთ თბილისის სკოლა ინტერნეტის სტუდია ათინათი. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ აქ ვართ. უკვე მეორე წელიწადია, რაც ვიღებთ მონაწილეობას დიონისეში. ჩვენ ვართ თბილისიდან, თეატრალური სტუდია ათინათი. წელს ავიღეთ ჟიურის სიმპათია პრიზი. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის და რა თქმა უნდა ამ ფესტივალის დამფუძნებელს თაკო სამხარაძეს. ძალიან კმაყოფილები მივდივართ და ძალიან ბედნიერები მივდივართ მეც და ჩემი ბავშვებიც. ამჯერად ჩვენი კომპეტენტური ჟიურის ღირსეული თავმჯდომარე ბატონი მურადო აშაკიძე გამარჯვებულებს გადასცემს ჯილდოებს ნომინაციაში. საუკეთესო რეჟისურა და საუკეთესო სპექტაკლი. გთხოვთ ბატონო. საუკეთესო რეჟისურის პრიზი გაიმსახურა იზონ ნიავაძე. დიდ მადლობას ვუხდი ფესტივალს. ეს არ არის პატარა საქმე, ამის ორგანიზება საქართველოში გვიჭირს, მინდა გითხრათ და ხან გამოგვდის, ხან არა. ემოციებით ვარ დატვირთული ახლა უდაოდ. მიხარია ეს წარმატება, იმიტომ რომ ამ ხელაგზა გადმოვიარეთ და რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როცა ხელდამშენებული ბრუნდებით. ეს არის საუკეთესო სპექტაკლის პრიზი ფესტივალის. ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ეს პრიზი ერგო მას იგზელს იავნანამ რა ათი წელი შეგისრულდა, მოგილოცავ დიონისე, შენთან ერთად მეც ვიზრდები, ვიხვეწები თანაც ისე, ყოველ ჯერზე მაყურებელს ვატირებ და ვახალისებ. ფესტივალით ჩავატარეთ, ხო და გავიმარჯვეთ კიდეც. მინდა რომ შენი სახელი მისწვდეს, ჰოლივუდს რომ მისწვდეს. ამ ყველაფრის წამომწყები გახლავთ სამხარაძე თაკო. მინდა შრომა დაგიფასდეს და ნაღვაწმა შენმა გაკოს. ულოცავ კიდე ამ დღეს წარმატებულ დასასრულს ფესტივალის და მინდა რომ ყოველ დღე და ყოველთვის ბრწყინავდეს დიონისეს სახელი. მე ბედნიერება მერგო წილად რომ სამივე ფესტივალის მონაწილე ყოფილიყავი და ყველა ჯერზე პრიზები ერთ-ერთი მთავარი პრიზები ჩვენს მსახიობებს ერგოთ საერთო დღეს ახლა საუკეთესო სპექტაკლი გახდა პირველ ფესტივალზე საუკეთესო სპექტაკლი გახდა ბოშები სადაც ჩვენი დასის შესრულებით და ძალიან კარგია ზოგადად ჯერ საურთიერთობაში როცა ჩამოდიან განსაკუთრებით წელს და წინა იმაში იყო ბევრი რაოდენობა საქართველოსდან ჩამოსული წელს უკვე იტალიიდან შვეიცარიაში წინა ფესტივალზეც იყო ასე რომ უფრო ფართოვდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. Ευχαριστούμε πάρα πολύ την Γεωργιανή κοινότητα εδώ στην Ελλάδα για την υποστήριξή της και θέλω να γνωρίζουν ότι όσο περνά από το χέρι μου αισθάνομαι και υποχρέωση και ως προς τη Γεωργιανή κοινότητα να βοηθήσω να προβάλλεται η κουλτούρα, η ιστορία
οτιδήποτε έχει να αναδείξει καλό θετικό με τη συγκεκριμένη χώρα. Σας αγαπούμε πάρα πολύ και ευχαριστούμε πάρα πολύ για την παρουσία σας. Ευχαριστώ στο τέλος την οικογένειά μου φυσικά, τη γυναίκα μου, τα παιδιά μου, διότι χωρίς τη γυναίκα μου και το όλο το έργο που καταβάλει, τίποτα από όλα αυτά τα οποία έχουμε παρουσιάσει όλα αυτά τα χρόνια δεν θα υπήρχε. როცა უკვე ატარებ ფესტივალს და საკმაოდ ღირსეულად ატარებ ამ ფესტივალს, მე ცოტა რთულია ჩემზე საუბარი, მაგრამ ეს სხვა უნდა ილაპარაკოს, რა თქმა უნდა, მაგრამ მეც მაინც ვიტყვი, იმიტომ რომ ვერ შედგებოდა მაშინ 2023-შიც და დღესაც 2025-შიც ეს ფესტივალი, რომ არ დაგვიმკვიდრებინა ჩვენ სახელი. აქედან გამომდინარე, მე ვცდილობ, რომ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ღირსეულად წარმოვაჩინოთ და ღირსეულად ვანახოთ და ეს ჩვენი ფესტივალი როგორც მონაწილეებს, ასევე დამსწრე საზოგადოებას და რომ გაუჩნდეთ სურვილი კიდევ და კიდევ, რომ მიიღონ ამ ფესტივალში მონაწილეობა. აი, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2021-ში ვინც მონაწილეობდა ჩვენთან და 2023-ში ვინც მონაწილეობდა ჩვენთან, ისინი დღეს კიდევ იღებენ მონაწილეობას ამ ფესტივალში. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად ვაკეთებთ საქმეს. Είμαι πολύ περήφανος για την γεωργιανή κοινότητα και είμαι πάρα πολύ περήφανος που μέσα από το σύλλογό μας παρουσιάζεται κουλτούρα ενός μεγάλου λαού, ενός ιστορικού λαού, ενός λαού τον οποίο η τύχη με έφερε και τον έχω αγαπήσει και έχω δεθεί ακόμα περισσότερο. Σας ευχαριστώ πάρα πολύ για την παρουσία σας. ძალიან ბევრ სიურპრიზებს ვპირდები ჩვენს ქართველ იმიგრანტებს აქ ათენში და შემდეგ უკვე მოწვეულ სტუმრებსაც. დიდი მადლობა, ჯორჯია.